4 მაისი ღვინის ბარი საამური სალონი უბრალოდ მოდი ესე ვიტყვი ღვინის სალონი ფაბრიკა თბილისში უკვე მეოთხედ უმასპინძლებს საამური ბუნებრივი ღვინის სალონს. ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ორგანული და ბუნებრივი ღვინის კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში, წლევანდელ სალონში მონაწილეობას უკვე 40-მდე მცირე მარანი მიიღებს, რომლებიც მხოლოდ ორგანულად მოყვანილი ყურძნითა და ბუნებრივი მეთოდებით აყენებენ ღვინოს. გარდა ამისა, ღონისძიებას დაესწრებიან ასევე უცხოელი მეღვინეები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ სტუმრებს და წარმოადგენენ საკუთარ ნატურალურ ღვინოებს. ამ ღონისძიების ორგანიზატორს მასპინძლობთ ახლა და მე დეტალს სწორედ მაია ჭოხონელიძისგან მოვისმენთ. დილაშტობისო. მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენ. მეოთხე წელია. კი. ყოველ წელს უკვე სტაჟია. არ თვლით? რას თვლიან თქვენი პარტნიორები აკნენ ამ ამბავში და ცოტა გადავახვიოთ 4 წლით ადრე. ჩემთვის მაინც რომ როგორ დაიწყო საამურის იდეა? 4 წლით ადრე დაიწყო საკმაოდ სპონტანურად, რეალურად ამ პერიოდში არის ღვინის პერიოდი არის, კიდე ღვინის ფესტივალის პერიოდი არის, ზერო კომპრომისი ტარდება დიდი ღვინის ფესტივალი, რომელიც ბუნებრივი ღვინის ასოციაცია ატარებს. ამასთან ერთად ახალი ღვინის ფესტივალი, სადაც საწვენდის პარკში დიდი შრიამული არის ხოლმე და რაღაცნაირად უცბად 10 დღით ადრე ვიფიქრეთ, რომ რატომ არ მივცეთ იმ მეღვინეებს შანსი, ვინც ჩვენ მისთანაც თანამშრომლობთ, რომ გავაკეთოთ თეისტინგი, იმიტომ რომ ბევრი ბაიერები და იმპორტერები ჩამოდიან ამ დროს. და ძალიან სპონტანურად რაღაც ჩვენი ბარის წინ ფაბრიკაში იყო სიუცე, სადაც 15 კაციანი ისეთი შეიძლება ითქვას, რომ იმას არის რა სალონი, რაღაც უფრო თეისტინგი იყო რა ძალიან ანუ დაგემოვნება დაჭაშნიკება. კი, ეხაც დაგემოვნება და დაჭაშნიკება არის, უბრალოდ უფრო პროფესიონალურად. და ეს იყო რაღაც რეალურად პირველი ეგეთი სპონტანური დაგეგმილი ღონისძიება, სადაც იმაზე ბევრად მეტი ხალხი მოვიდა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. პირველ წელს. რა ხდებოდა მეორე წელს უკვე ავედით ფაბრიკის სხვა სივრცეში, რომელიც 1-5 ჯერ უფრო დიდი არის და მონაწილეები გაორმაგდა. 30 მონაწილე იყო და უკვე 4-5 ქვეყნიდან ყავდა სტუმრები და სტუმრები კი არა, მონაწილე მეღვინეები. მაგრამ რეალურად არ არის ჩვენი მიზანი, რომ ესე ყოველ წელს გაორმაგდეს და გაორმაგდეს რაღაც აი ამ ნიშს იკავებთ ხო რა? რაოდენობის მეღვინეებს ალბათ არ აუცდებით, დიდად 35-40 მეღვინე. მაია მოდი ავხსნათ რა რეალურად რა გამოარჩევს საამურს სხვა ტიპის ეს თავყრილობების განგნება, გამოფენებისგან, სალონი და არქვით თან ცოტა სხვა რაღაცეები, ხო? თან დღემდე გრძელდება ეს საბოლოო ჯამში ჭაშნიკი, გაგემოვნება და თეისტინგი. გამოარჩევს, ვთვლი რომ ამ ეტაპზე რა გამოღვინის გამოფენებიც არის, მაინც არის ასევე პროფესიონალური, თუმცა მაინც ნელ-ნელა ყველაფერს მასიური სახე მიიღება. ანუ გადიდდა ეს ფესტივალები, მონაწილეებიც გადიდნენ და ინდუსტრიალიზაციაც საკმაოდ დიდი ჟრიამულიც არის ღვინის გასინჯვასთან ერთად. ჩვენ შემთხვევაში არის ვცდილობთ რომ არ გაიზარდოს მონაწილეების რაოდენობა. 10-დან 12 საათამდე არის მხოლოდ ამ ინდუსტრიაში მყოფი დასაქმებული თუ ქართული ადამიანებისთვის კარი მხოლოდ ღია 12 საათამდე იქნება და შეუძლიათ უფრო რაღაც წყნარ გარემოში დააგემოვნონ და დაიკონტაქტონ მეღვინეებს. 12-დან 5 საათამდე იქნება ყველასთვის და აი ვთვლი რომ რაღაც უფრო მეტი სივრცე და დრო გაქვს. რა ტიპის ღვინოებია? განსხვავებულია ბიოზეა საუბარი? მხოლოდ ჩვენ ბუნებრივ ღვინოებს ვმუშაობთ და ხო ყველა შერჩევაც ამ პრინციპით ხდება. რეალურად შერჩევა ხდება. აი ეს 40 მეღვინე რომ მოდის წელსთან. ხო. ეს ხო ყველა ეგმარანია? კი, ყველა ეგმარანი არის და რეალურად არის იმის მიხედვით ჩვენ გვაქვს ბარი ასევე 4 წელია და ვისთანაც თანამშრომლობთ ბარში იმ მეღვინეებს ვთავაზობთ ჩვენთან მონაწილეობასაც რა. ყოფილა რომ იმის ღვინო ჯერ არ გქონია და ძალიან რო გვინდა, მაგრამ სალონზე რო იღებს. წელსეულდები რა იმას განსხვავებულს ან გაისად, გეგმებით მაინტერესებს რომ სხვათა შორის ბევრად უფრო კარგი ორგანიზება გვინდოდა და პოლიტიკურმა არეულობამ ჩვენს ცოტა რაღაც ხასიათის ამბავში? ხასიათის და ჩვენს აქციებზე ვიდექით და სხვანაირი ის ქონდა განწყობა რომ და ბუნებრივი ღვინის ასოციაცია ძალიან მაგრამ დაორგანიზა წლევანდელი ზერო კომპრომისი და ძალიან ბევრი ხალხი არის ჩამოსული და რეალურად ტურიზმის ანუ ასოციაციაც არსებობს.
ბუნებრივი ღვინის ასოციაცია არსებობს დიდი ხანია უკვე და ისინი უკვე რაღაც 120-ში წევრი ყავთ, რომლებიც აკეთებენ ზერო კომპრომისს. დღეს და ხვალ არის აბაშიძის 10 ნომერში. რა კაია. ძალიან დიდი ფესტივალი და იქაც შეგიძლიათ კი, შევერთო. გამახსენდა, ვიცი, ანონსი მოგვივიდა მაგრამ. ხო და ჩვენ ველოდებით, ბევრ სტუმარს ველოდებით ხოთა შორის წელს მგონია რომ ძალიან დიდი შექნება. ეს ერთდღიანია ხო საამურის? ჩვენ ერთდღიანი. და არის ზეგ. ზუსტად იმ განრიგი დროით ბრძანა. არის კვირას 10-დან 12-მდე პროფესიონალებისთვის, 12-დან 5-მდე ყველასთვის. აქ ჩავატაროთ ეგ ამბავი და მე დარწმუნებული ვარ ქალების ნარატივშიც მოგიწევენ და მინდა წარმატებები უსურვო მაიას პირადად, მაია ჭახონელიძეს და ასევე ცხადია საამურის ბუნებრივი ღვინის სალონს იმ ბარს. აი, დავამატებდი რომ მხოლოდ ღვინო არ იქნება, ქართული სიდრიც იქნება და დისტილატებიც და თურქეთიდან, ავსტრიიდან და იტალიიდანაც იქნებიან მეღვინეებიდან. ანუ საერთაშორისო ელემენტები შეიძლება. არა, აქამდე ჩამოდიოდნენ. ხო, პირველ წელს არა მხოლოდ. წარმატებები მაია და დიდი მადლობა მოგზანებისთვის.